აი აქაც არის რაღაცა დამპალი მასკუჩი. რაღაცა 5000 ჯერ დალეწეს, არ ვიცი ვაფშე რა ხდება. ეს მოენგრა რაღაცა დამპალია მთლიანად და ბორბლებით ჩაფუშული აქვს და რაღაც გადახრილია ბოლომდე რაღაც. აი ესეც არც ისე ძველი გაზელის მარშრუტკა. ქმედებების გავლენის ქვეშ იყო. ხო. ეს ნავარიებია, მაგრამ თან დაჟანგულიც არის. და ეს ნამდვილად დაამსხვრიეს. ავარია ამას ვერ იზავდა. მაქსიმუმ აი აქამდე რაღაცა მოხდა, ეს გაამყარებდა და აი აქ ვერაფერი ვერ მოხდებოდა და ეს ახალი გაკეთებულია. აი ეს არც ისე დიდი ხანის მიტოვებული მინი კუპერია 2011-ის დაახლოებით და ანუ ეს დაჟანგული აქვს უკვე და ანუ ცოტა დაობებულია უკვე, კატებით საცხოვრობენ, ანუ რამდენიმე ხანი უკვე აქ არის საკმაოდ დიდი უსწორად. და რა ვიცით, ძველია. აი აქაც მიტოვებული 80-იანების ის არის მარშრუტკა. იქ ეყენა ადრე და აქ მოგვაჩეჩეს და აქ დატოვეს. აი აქაც ეს მერსედესი დიდი ხანია მიტოვებული A-კლასი. ძალიან ესეთი პატარა მანქანაა. თან მიტოვებულია და აჯვრის მაგრამ ძალიან დიდი ხანია მიტოვებულია. აი ზუსტად აი აქ. აი ეს მაგალითად ის იაგუარი გამოძრავებული იყო. ეს სუაკი იყო, აი სუ. აი აქაც არის ერთი ადრეული 90-იანების აუდიც არის, დიდი ხანია მიტოვებულია და პირველი ქართული ნომერი აქვს, აი ძველი დროშით, როგორც ხედავთ და მეორეც იყო აქ და ალბათ შეკეთება უნდა და არ იხსნება და წინიდან ნაავარიებიც არის, შუშა ჩამსხორეული და აქაც ალბათ ზეთი ზონავს. არ ვიცი, ნახავთ. ეხლავე. ანუ რაღაც ძალიან დამპალია და რაღაც. ოპერის ლოგო ნახე როგორ არის კარგად. ესეც ჩამსხვრიეს. აი ესეც Mazda 626 დიდი ხანია მიტოვებულია, ბორბლები ჩაფუშული აქვს და დროებით ბორბლებზე უყენია. ანუ შეიძლება ავარიაში მოყვა. საკმაოდ მოულელია. აქეთ ამხარეს კი, ანუ აქეთაც იგივეა. ძალიან ბევრ ზეთს ჟონავს, ეგ უნდა ვთქვათ. რადგან ანუ ძალიან ცუდია გარემოსთვის. აი ქვევით თუ შევიხედებით რაღაც საშინელებები ჟონავს და არ ვიცი. აი აქაც რაღაც არ ვიცი. აი ზეთის ჟონავს. აი თუ ხედავთ აი აქ აი ეს შავი რო გადმოდის ზეთია და ძალიან ცუდია რა. აი წინიდან ასე გამოიყურება. ძალიან ცუდ გამალეობაშია. ტოლპება. უბრალოდ გდია და აბინძურებს გარემოს. აი ეს არის ესეთი მოულელი გარაჟები და ეს კიდე არაფერი. აი ეს ნახეთ. ეს ალბათ ძალიან ცუდია. ჯობდა ამის ადგილას სტადიონი აშენებული ყავს. რა ვიცი, ეს ყოველწელს ჩამოვიდა. ეს ხო, თან ხალხი მოდი სცენარეს უჭირავს გონი საერთოდ და რაღაც 60-იანების მერე არაფერი არ ყოფილა. შიგნით ხე ამოვიდა რაღაცნაირად და არ ვიცით რა. რაღაცა ხდება. აი იქითაც არის მსგავსი რაღაცა. აი ხო ჩამოვდიოდი და ესე რომ ჩამოვდია და ამას მოვეჭიდე და კინაღამ დავეცი. ნახეთ როგორია. რაღაც ძალიან ცუდია, არ ვიცი. უნდა გაამყარონ ალბათ აქეთაც ცუდია რაღაც. აი აქ ვიპოვეთ ძველი ნავთობის ბოჭკაც და ანუ სათვლით. ძალიან ცუდია ბუნების ტოქსიკურია და ხო და ჟონავს აქ ჩადის სცენარებში, მე ჩიტების ვავენ ალბათ. ეს ის ერთ-ერთი მიტოვებული Mercedes A-კლასი. შიგნით რა ძალიან საშინელება და იღება. კარიც არის ღია. მოდი შევიხედოთ. გავაღოთ, მიდი გააღი ალექსანდრე, ნუ გეშინია. კარგი არა უშავს. აი ესეც დაჟანგულია, კატაც მოვიდა რაღაც. დიდი ხანი დამპალია რაღაც. და აკარია ძალიან დიდი ნიაგარია, ნახეთ. ეთყობა სიგარეტია. ეთყობა ვიღაცა ყოველდღე მოდიოდა, ეწევოდა და აგდებდა. ან შეიძლება სადმე ზევიდან იყრებოდა. აუ. აი ეს არის მასკუჩი და ზედ გადააკრეს აუდის ლოგო. ჩვენც გაგვიკირდა, რატო გვეცნობა რაღაცა მეთქი და მასკუჩია ქვეშ. აბა გამოიცანით რა არის. რა თქმა უნდა ქართული ვოლგა. დამპალი. ძალიან არც ისე დიდი ხანია მიტოვებული, მაგრამ არის საკმაოდ ჩაფუშულია, ისეთი ძველია რომ დაიბზარა უკვე ესა. აი ჟანგი ძურება თუ რაღაცა. არ ვიცი. უკანა ბორბალი ძალიან ჩაფუშულია და თლიანად ძალიან სულ გამანებაშია და ზეთს ჟონავს, რა თქმა უნდა, რასელოდით. აი ეს რა მანქანაა, არ ვიცით.
ახალი გაკეთებულია. შავს 10 ისვენებს. ხო, აი 10 მუშაობს, კი არა, 10 ისვენებს, 1 მუშაობს. აი ეს არის ერთ-ერთი მიტოვებული Mercedes A-კლასი. არ ვიცი რამდენი ხანი არის, მაგრამ ნუ ეტყობა დიდი ხანია. რაღაცა ღია არის. ვაიმე.